პირველი კვირა, რა თქმა უნდა, მოსამზადებელია და იყო რთული. როგორც გვეუბნებიან, ეს პირველი კვირა ისეთი რთული არა, როგორც შემდეგი კვირები. ყველა მონდომებულია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატია და 4 წელიწადში ერთხელ ტარდება ეს და ამისთვის ვემზადებით 100%-ით ხოლმე და გავაგრძელებთ ესე ბოლომდე. თქმა უნდა, რთულია. ვერ გამოვარჩი, რაც არ მინახია არ ვიცი, მაგრამ პირველი კვირა რთული იყო და როგორც ჯავა მახსენა, რა თქმა უნდა, პირველი ეტაპია ყველაზე რთული რა, ეს 3 კვირა მერე დასვენება, მერე თბილისის შეკრება, პოლონეთის შეკრება, სადაც ძირითადად ფიზმომზადებაზე აქცენტი ყველაზე ძნელი ეგ არის. ფიზიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა და დანარჩენი ახლა ზაფხულის სიცხეს გვეხმარება ამის გადატანაში. ცხიმების დაწვაში. არა, კლუბებს ახლა მე რო ვითამაშე საფრანგეთში, იქ ძალიან პატარა დრო გაქვს იმისთვის რომ მომემზადო, დაახლოებით გამოგდის თუ ნაკრების თამაშსაც თამაშობ, მაქსიმუმ 3 კვირიანი მომზადება, მეტი არ გამოგდის. და თუ ნაკრების თამაშს არ თამაშობ, 4-5 კვირა გააჩნია გუნდს. ისიც, ესეთი დონი, ესეთი ინტენსივობის და ესეთი რთული ფიზიკები არ არის იქ. ინგლისში მოსამზადებელი პერიოდი, რა თქმა უნდა, არის სეზონის წინ, მაგრამ როგორც არ არის ამ ხელა დრო მოსამზადებლად, დაახლოებით 3-4 კვირა გაქვს. არის მაღალი ინტენსივობის, მაგრამ ესეთი ჩემი გუნდში პირადად ესეთი მომზადება არ გამივიდა. რეაბილიტაცია, ჩემი რეაბილიტაცია ხა ცოტა დიდი დრო დაჭირდა, ამ ტრავმას ესე ჭირდება დიდი დრო. არც ვიჩქარე, მაქსიმუმი დრო გამოვიყენე იმისთვის, რომ აღმედგინა ეს ტრავმა და კარგად გზნობ, არანაირი პრობლემა არ მაქვს ტრავმის მხრივ. სხვა დანარჩენი ნახოთ ამ ფიზიკებს როგორ გადავიტანთ და როგორ გავუძლებთ. ოპტიმისტურად ხარ? რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ყოველთვის, ოპტიმისტურად თუ არ ვიყოთ, აქ არ ვიქნებოდი. მივიდა პირველი ვიფიქრე, ლოგიკურად რაც დამემართა, ისეთი მოძრაობა იყო, რომ მივხვდი რაც მჭირდა და იმასაც მივხვდი, რამდენი დრო დაჭირდებოდა ამ ტრავმის მორჩენას და გადალახვას და პირველი რაც გავიფიქრე ის, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა და არც ტყივილი მახსოვდა და არც არაფერი მაგ დროს. მაგრამ მე პატარა რისკი გაწია ჩვენმა თავარმა ექიმმა გიორგი ჭუნდულიძემ და არ გააკეთა ჯვარედინის ოპერაცია და გააკეთა მარტო მენისკი და გაამართლა ამან გადავრჩი და როგორც ხედავს მორებზე ვარ სრული დატვირთვით ვარჯიშობ და ვემზადები მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშო. ავი, ჩემი აზრით ორნომეს რა თქმა უნდა ეხლა ნებისმიერი მოთამაშე ნებისმიერი პოზიციაზე თუ ბურთითაც თამაშობს, კარგია, მაგრამ პირველ რიგში ექცევა ყურადღება, შერკინებას, აუცს, დაცვაში თამაშს, რაკებში თამაშს და მოძრაობას და შემდეგში არის უკვე ბურთს რო უყურო. ხა ის მომენტი რომ შენ აუტი ვერ აგდო, შერკინება არ აგდო, თავი დაიზოგო და ბურთით ბევრი იმუშავა, მაგას არავინ არ გეუბნება და არ სჭირდება არავის. ტულუზაში რო ვიყავი, მაგას თხოვდნენ, სტაბილური აუტის ამგდები, შერკინებაში მოთამაშე, რა თქმა უნდა, ზახათი არ უნდა, შებოჭვა არ უნდა გაგეფუჭებინა და ეს იყო, ეხაც ესე ჭირდებათ რა, სტაბილური ორი ნომერი ამ მხრივ რა. სხვა ბურთითაც თუ შეუტევდა ამით რაღაც დიდ წინ წაიყვან გუნდს, ეს რა თქმა უნდა უკვე ძალიან მაგარია. მე ვერ გეტყვი რა განსხვავება შეიძლება იყოს ინგლისსა და 24 შორის, იმიტომ რომ არ მითამაშია 24-ში და არ ვიცი, ხო? და ამ განსხვავებას ვერ ვიპოვე, მაგრამ არის რამდენი გუნდის არის და რამდენი მოთამაშეა, იმდენი ინდივიდუალური მოთამაშეა, იმდენი. ყველა სხვადასხვანაირად თამაშობს ჩემი აზრით და მე ყოველთვის ვცდილობ ვიყო სტაბილური რა, ნებისმიერ შემთხვევაში მირჩევნია სტაბილურობა, თუნდაც იმას, რომ მეტად რაღაცის გაკეთებას, რომ ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ ყოველთვის თამაში. პირველ რიგში რაც ჯავა მახსენა, მართლა სტატიკურ ფაზებში ვცდილობ ვიყო 100%-იანი და ზუსტი და შემდეგ უკვე დაცვაში და შემდეგ უკვე თუ დამჭა მაგის ენერგია და მეკნა მაგის საშუალება შეტევაშიც ვითამაშე. ალბათ იბანიას. რაფაელ იბანიას. შენ ჯობა და ისა რა.
წლებზე ვიძახდი რაღაც აი სერვა იყო ბოლო რაღაც 5-6 წლის განმავლობაში და ეხლა ალბათ დუპლესი სამხრეთ აფრიკის 2 ნომერი. აუ გააჩნია. რთულია მაგის თქმა. გააჩნია და ჩვენი სტილი გვაქვს რა. მე ორი ბესტი მევასება, ის არც უტევს არც არაფერი, ის დუპლესი უფრო სწრაფია ჯაბას. Week 1 was very good. Week 2 even better. Week 1 was really about setting the expectations for the players and demonstrating how many things we wanted them to be good at. Good in the gym, good at running, good at playing games, good in contact skills and wrestling, and doing lots of sessions one after another and having them realise that it was going to be hard work, really hard work. But in fairness to them, they coped very well. So very pleased. Week 1 was good, week 2 was better. It's World Cup preparation, so everybody's excited. You don't have to do much to get them excited. They're just excited to be here. You know what I mean? So, but certainly, you know, the program Kelvin's put together is something that they're all new to. And even the guys who have probably been involved in World Cup camps before, this is a little bit different because of the professionalism of it and how well it's organised. So, you know, and as Kelvin said, they've responded really, really well to it and they've worked really hard. So we're pleased about that. The coaches and Kelvin and the S&C boys, we just had a bit of a chat just earlier actually, and we certainly think that we're on the right track, and we certainly think that by the end of next week, the load increases next week, and so the expectation increases next week. But we kind of think that once we get to next Friday, we'll be there or thereabouts of where we want to be, and certainly, as Kelvin's talked earlier, our expectation of the players to adapt to the load, that's what we're looking for. And if anything of week 1 and week 2 is to go by as the example, then we're pretty sure that we'll end up where we want to be at week 3. Yeah, that's a great answer. It's the aim of this phase that we're in now is that the boys can train really, really hard for 45 minutes and think that they're done and they're finished. But then you give them 10 minutes and, oh, yeah, I'm ready to go again. And they go again. And some days we've got them training 5 sessions a day. And to start with, they struggled with 5 sessions. Now on the 5th session, we're ready to go. So 3 weeks of that, to have all that work and all that ability to recover, then after that we can start to really work on making the boys quicker, stronger, bigger and better rugby players. But at the moment, it's like the petrol tank has gone, the engine's gotten bigger. I think it's exciting for them. They're realising that they're becoming these better physical specimens. So yeah, it's good. Yeah, it's called mental toughness. So it's about getting through these sessions and driving themselves past the point that they're not used to. And, you know, absolutely, they're improving physically, but absolutely they're finding new boundaries for themselves in terms of how they handle things mentally, and that goes hand in hand with what we're doing in this camp. So I think if you spoke to every single player in this camp, they would have said to you, and coaches, that certainly mentally they're able to take themselves a little bit further than they were previously before they started this camp. Absolutely.